არა არა კოდე დაიგინე რა ყველა ფასეულობა ამის დეტალები კოდე დაიგინე ამას ფანაია შეხება ფანაია ჩემი ბაჩი აბდუშელიშვილის დაბადების დღეზე ესეთ მამას საზოგადოებასთან ერთად არა ვთქვა, არა ვიტაცო ხელში და თქვენი ყურადღება არ მივაპყრო იმ სადღეგრძელოს, რასაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯიშის, ჩვენი მამულის, ჩვენი საქართველოს სადღეგრძელო ქვია. ამისათვის სულ 1-2 წუთს მივიპყრო თქვენს ყურადღებას, ჩემო ძვირფასებო და მუდამ ძრახავთ ამისათვის. მე მინდა ჩემს ძმას, ჩემს ბაჩიას დაუმლოცო თავისი მამული, თავისი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვინც ვარ, ყველამ ზედმიწევნით კარგად ვიცით რომ ეს არის კაცი თხემი ტერფამდე შეყვარებული თავის სამშობლოზე და ყველაფერი იმაზე, რასაც ქართული ქვია. ჩემი ბაჩი არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იცხოვროს ქართველმა კაცმა და როგორი ქართული ოჯახი უნდა კონდეს მას და დიდი მადლობა ჩემო ბაჩი ამის. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრს და მამას გონია რომ ჩვენ რაღაც უნდა გვასწავლოს, უნდა მიგვითითოს, მაგრამ ავიწყდება ძალიან ბევრი რაღაცეები. არის მაგალითად ესეთი თქმულება კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდა, მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე კანონების კრებულს სცემდა. და როდესაც რუსმა ხალხმა შეისწავლა ანიბანი, მაშინ შოთამ დაამთავრა მისი ვეფხის ტყაოსანი. მოდის ეს ხალხი დღეს და მე მეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვრო და იმათმა უნდა არა ბატონებო, ჩვენ არავის სასწავლი არაფერი, თითით მისაწითებელი არა გვაქვს. სწავლა ქართველ კაცს ყოველთვის შეუძლია და ყურის დაგდება. თითით მითითებას ქართველი კაცი ვერ აწოდეს. ილია ჭავჭავაძე ამბობს ჩემო ძვირფასებო, თუ არ გამიგრძელდება მინდა გითხრათ, რა არ გადაგხვდენია თავს, რა მტერი არ მოგვსევია, რა ვაივაგლახი, რა ღრჭენა კბილთა, რა სისხლის ღორა, რა წისქვილის ქვარ დატრიალებულა ჩვენს თავზე, მაგრამ ყველას გაუძელით, გადავჩით, აღა მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, მოგვსნეს, მოგჟლიტეს, ქვაქვაზე არ დაგვიტოვეს, მაგრამ მაინც წელში გავსწორდით. შაჰ-აბასებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი, მაგრამ მაინც გაუძელით. გაუძელით საბერძნეთს, რომს, მონღოლებს, ოსმალ თურქებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა. ისრის წვერით ტყვით დაფლეთილი ჩვენ საკუთარ სისხლში ამოვლებული არავის დავანებენ, არავის წავაღებინეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის ეხლა ეს დროშა ჭილმა შეჭამოს, თაგმა დაგვიხრას, დროჟამი ამას გვიქადის და დროა გამოფხიზლდეთ ბიჭებო. მე-19 საუკუნეში დაწერას, მე-20 საუკუნეში ჩვენმა ილიამ. და მე მინდა ეხლა პასუხად უთხრა დიდ ილიას, ესეთი რაღაცა ბიჭების მომეხმარებიან. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ატნის ხესავით აფეთქებული და ოქნეული გავაზივით. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზი. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რაგინდ კარგი ცოლი ხავდეს, მაინც ენატრებას ვისა. დაუგარით, რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს, გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს,
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასვენია ჯერ ხომ ცხეთის სვეტი ცხოვლის დიდ დარბაზში საქართველოს ცხელი გული ასვენია დაუკარით და იმღერეთ ისე მაგრად რომ ფილტვები გვეთკინოს და დაგვებეროს დაუკარით რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად რომ ცხოვრება ერთხელაც ვერ დაგვაბეროს დაუკარით და იმღერეთ მადიანი ფიცხელ ომში რომ ღერო და მაჩაბელი დაუკარით ძველებური დარდიანი დაუკარით არწივები სასაფრენი ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყათ ცხრაჯერ გულში ტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ დავიყლები საქართველოს სიყვარულში სასტუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ დაუკარით მოასწარით თორემ ჰერი და სიბერეთ ზუმგელივით მოგვიხდება დაუკარით ძველებური დარდიანი შავ გრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება დაუკარით და იმღერეთ ლოთიანი საათნოა რომ ღერო და შაიტანთან დაუკარით განაყველა ლოთიარი განაყველა სიყვარულში დაიშალდა დაუკარით და იმღერეთ ლოთიანი თორემ დარდი ხრუბელივით გასილდება გაფრინდება სიხმაწვილეშ ფოთიანი ცხელი გული წრფელი გული გაცივდება ვაშკაცა გული რკინისა აბჯერით უნდა ჭყისაო თვალნი ხორებულ მხედველნიზე მუხლი ჟავარდნისაო ხომ ლამაზია ეს ჩემი ცული მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივით და ხომ ლამაზია ეს საქართველო მაგრამ მე უფრო ლამაზი ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზი